როგორც იქნა დავბრუნდით მეორე ეპიზოდით, ამჯერად ლაივში გავდივართ და ასე გადავწყვიტეთ, რომ პირდაპირ ეთერში გავაკეთოთ ლაივ პოდკასტი დავარქვათ, მოდი ამას. ჩვენ ვართ ამერიკული პოდკასტი, მე და მალხაზ მე გახლავარ ზაზა კოშკაძე, ჩემს გვერდით არის მალხაზ რამიშვილი, ფინანსური ექსპერტი. ჩვენ გახლავართ ამ პროექტის სულის ჩამდგმელები, თანაავტორები და თანაწამყვანები და ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ამერიკულ საემიგრაციო ცხოვრებაში გარკვეული პრობლემები, აქვთ გარკვეული, არ ვიცი, რაღაც შეკითხვები, სჭირდებათ პროფესიონალთა აზრი და რაც ხელგვეწიფება ხოლმე იმაში ყველანაირად შევეცდებით, რომ ამ ადამიანებს რამით შეუმსუბუქოთ ეს რთული პერიოდი. დღევანდელი ჩვენი რამე სხვა დამატებთ სანამ თემაზე გადავალ. გამარჯობათ. ხო, დამატება შეიძლება რა შევარჩიეთ ეს თემა, იმიტომ რომ მგონია რომ თუ ვინმე ამაში პროფესიონალია, კრედიტ სკორის ასე თქვა გაუმჯობესებაში ჩამოყალიბებაში გაზდაში ერთ-ერთი ალბათ ჩემი თავი შემიძლია მივათვალო. მე ვიტყვი რომ ვინმე არ ჩაგითვალოთ იმ პარტნიორობაში. მე ვიტყვი, კი, თქვენ ხართ, იმიტომ რომ ბევრი ვიფიქრეთ, თუ ცოტა ვიფიქრეთ რეალურად, ვინც არ უნდა მოგვეყანა სტუმრად, მაინც საბოლოო ჯამში ბატონ მალხაზს მოუწევდა, ყველაზე დიდი წილი ამ საუბრის და შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ უფრო ღრმად ჩაგვეშალა ჩვენ თავადვე, მე დავუსვამ კითხვებს, სიმართლე გითხრათ, ეხლა მოვარჩი კითხვების წერას და არ იცის, ანუ არ გაგვივლია ერთად, იმიტომ რომ მე როგორც ერთ-ერთ რიგით ემიგრანტს ისე მაინტერესებს ეს კითხვები, რაც ჩამოვწერე და ასევე ეს კითხვები გამომდინარეობს იქიდან, რაც მხდებოდა ხოლმე ამერიკულ საემიგრაციო ჯგუფებში ქართველი ემიგრანტების მიერ დასმული კითხვები, რაც მათ აწუხებთ და რაც მათ აინტერესებთ. ორი სიტყვით შესავალი რო გავაკეთოთ, მოკლედ ჩვენ უკვე დაგპირდით, რომ ეს იქნებოდა თემა საკრედიტო ისტორიაზე, მის მნიშვნელობაზე და რას შეგვიცვლით და გაზრდის და კეთილშობილების საშუალებებზე და მოდი აი პირდაპირ ნულიდან დავიწყოთ, რა არის საკრედიტო ისტორია საერთოდ? საკრედიტო ისტორია არის ადამიანის მიერ, ისტორია, რაც როგორ მოიხმარს კრედიტს ფაქტიურად იმის შესახებ და ეს სჭირდება ყველა სესხის გამცემს, მანქანის გამყიდველს, თუ ყველას ვისაც ცოტა ეპარება ეჭვი თუ არ ეპარება ეჭვი, მაგრამ ჭირდება დასაბუთება იმისა, რომ ეს გაცემული კრედიტი თუ აღებული ვალდებულება, თუნდაც ეს სპინის ქირაობის იყოს, კეთილსინდისიერად შესრულდება. რახან ესეთი სისტემა შემოიღეს უკვე დიდი ხანია, მე მგონი დაახლოებით 100 წელია ეს არსებობს, იხვეწება ნელ-ნელა და იმისთვის არის მოგონილი, რომ კეთილსინდისიერება გადაამოწმოს ადამიანის. მთლად სწორი და ზუსტი ეს რა თქმა უნდა არ არის, ეს არ არის ზუსტი მეცნიერება, არის რაღაც შექმნილი სისტემა, რომელიც მეტნაკლებად გვაძლევს ინფორმაციას ადამიანის ფინანსურ მდგომარეობას. ისე კარგია მაგას რო გავუსვით ხაზი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის, რომ ადამიანს, რომელსაც უკეთესი ჩანაწერი აქვს წესით და უფრო კეთილსინდისიერად იქცევა ერთი შეხედვით, ხშირად შეიძლება რაღაცაზე უარი უთხრან და ვიღაცას, რომელსაც აქვს დარღვევები, როგორ ხართ? ვიღაცას, რომელსაც აქვს დარღვევები, მას შეიძლება არ უთხრან უარი. და ხშირად იწვევს ხოლმე ეს გაუგებრობას. ამიტომ ეს რა კითხვა საჩენს იცი ჩემთვის? ეს არის უფრო იმაზე თუ რამდენად კეთილსინდისიერი გადამხდელი ხართ, თუ უფრო იმას აღწერს ჩვენი საკრედიტო ისტორია, რამდენად ჭკვიანურად მოვიხმართ ფინანსებს უშუალოდ. სინამდვილეში ეს არის პრაქტიკულად როგორ კარგად თამაშობ ამ credit games, რასაც ეძახიან, ეგეთი ის არის, რამდენად კარგი მოთამაშე ხარ სინამდვილეში, იმიტომ შეიძლება თავი მოაჩვენო კარგ გადამხდელად, შეიძლება არც იყო თლად ისეთი კეთილსინდისიერი, მაგრამ როცა შეხედავენ, იტყვიან, ეს რა კაცი ვიპოვეთ, არის მაგის საშუალებებიც, მაგრამ ეს არის სისტემა მოგონილი იმისთვის, რომ თქვათ, მოვიდა თქვენთან მეზობელი
მეგობარი, ნაცნობი და გთხოვთ ფულის სესხებას. აი წარმოიდგინოთ, ვიყოთ თქვათ იმათ წყავში ჩავждეთ, მოვირგოთ იმათი ტყავი და რა ხდება და ის ხედავს ამ დროს შედის ისტორია თქვენს რაღაც ფაილში და ხედავს როგორი სახელი გაქვს. ვისი ვალი გაქვს, როგორი სახელი გაქვს. რას ამბობენ მეზობლები? რას ამბობენ მეზობლები? ვისაც გამოვართვით და უბრუნეთ თუ არა და კი ბატონო, ვისაც გამოვართ და უბრუნეთ თუ არა, რამდენ ხს ეძებ თუ არა ეხლა, რამდენ მართლა გჭირდება თუ არა? და რამდენ კაც თხოვე ამას წინათ, რა თქო, 10 კაცმა უვარით გამოგისტუმრა თუ პირველად მოხვედი ჩემთან. იქნებ ისინი არასწორად ასკვნიან ჩემს შესაძლებლობას. აი ერთ-ერთი კიდე ძალიან საინტერესო კითხვა რაც აქ მქონდა. ხო შეიძლება ვთქვათ, მე საქართველოში არ მქონდა კარგი სანაკებო ისტორია საკრედიტო. ანუ მე მოდი ასე ვთქვათ, სახშირ საქართველოში ისეთი პირობებია სესხებზე და იმდენად ხელს არაფერში გიწყობენ, რომ ძალიან მარტივია უბრალოდ ერთხელაც გაბრაზდე და ფეხებზე დაიკიდო ყველა ბანკი და ჩამოვედი, ბოდიში დავასრულებ ამას, ჩამოვედი და შევიცვალე. აი მე მართლა შევიცვალე. ასაკიდან გამომდინარეც და იქიდან გამომდინარეც, რომ მიზეს შედეგობრიობა ძალიან მაღალია ამერიკაში, რასაც ვხედავ და ხვდები, რომ მოკლედ თუ სწორად და ნორმალურად მოიქცევი რაღაცა სარგებელი გექნება. კი ბატონო. და მოდი თქვათ ესეთი პასუხი ამ შეკითხვაზე ის არის, რომ საქართველოს იქნება ეს თუ ვენესუელა იქნება თუ ყირგიზეთი თუ რაღაც არ აინტერესებს რა, ეს არის ამერიკა. ამერიკის იქით არ იყურებიან შენ წარსულს არავინ არ უყურებს და არავინ არ მისდევს. ანუ აი მაგალითად რომ ეკითხებიან არა, ეხლა ჩვენ წინა სტუმარმა თქვა რომ ჩვენ ჩადენილ დანაშაულებზე იქაც მოყვებიან და ეს დაბადებიდან ისა მაგრამ ყველა ქვეყანაში და საკრედიტო მე მახსოვს რომ ჩემ ერთადერთი საკრედიტო ბარათი მაქვს და ის თუ ორი მაქვს. იმას რო ვაკეთებდი, იქ დამისვეს კითხვა შემოსავლებზე საქართველოში. ამას იმიტომ რომ თქვენ აკეთებდით ამას როგორც უცხოელი. ხო, ანუ მათ წვდომა არა აქვთ ჩემ საქართველოში ჩანაწერზე. მე ასეც მივხვდი, იმიტომ რომ რეალურად მაშინ იმ საკრედიტოსაც არ მომცემდნენ, იმიტომ რომ საქართველოში გან რამე დავაშავე, უბრალოდ იყო რაღაცა გადაცილებები მქონდა ერთთვიანი და მაგ დროს პანიკა იწყება ხოლმე როგორც ეს რატომაც. ხო აი ერთ-ერთი ისეთი შეკითხვა არის, რაც ალბათ ყველას დაინტერესებს, იმიტომ რომ ორ კატეგორიად იყოფიან ადამიანები, საბუთიანები და ჯერ უსაბუთოები. აი თქვათ მე არა მაქვს სოციალური ნომერი. რა ხდება ამ დროს? მე შემიძლია გავაკეთო საკრედიტო ბარათი? არა, სოციალური ნომრის აღებასთან ერთად იწყება საკრედიტო ისტორია. მანამდე ვერ დაიწყება. მაგრამ ბარათი ხო შეიძლება მოგცენ, მაგრამ არ აისახება სქორზე. აი 1% თუ აძლევს ბანკებისა ბარათს, არა რეზიდენტს. ბარათს სადებიტო ბარათი კი ბატონო, საკრედიტო ბარათი ფულს გასცემ უცხოელზე, რომელიც გეუბნება რომ დღეს არ ხავარ, ხვალ ვიქავარ და ხო, ძალიან დაბალი შანსია. არ არის, მაგის შანსი თითქმის არ არსებობს. სოციალური დაცვის ნომრამდე შეიძლება ვიღაცა რაღაც იღებს, მაგრამ ძირითადად ეს არის საკუთარი ფულით უზრუნველყოფილი ბარათები. ესები კი საკრედიტო ბარათები. რაღაც დეპოზიტს დებ $1000 სიტყვას და გაძლევენ $1000 ბარათს. ეს არის ერთ-ერთი ხერხი, როგორ შეიძლება დავიწყოთ საკრედიტო ისტორია. სოციალის აღებამდეც კი. და ეს უნდა გამოიყენოს ადამიანმა. ანუ მინიმუმი არის $50, ვთქვათ მინიმუმს არავის არ ურჩევდი, მაგრამ $200, $300 რაც აქვს იმ მომენტში, ჩადოს ამაში და ცოტა წინ წაიგდოს საქმე, კარგია. სანამ კითხვებზე გადავალთ, მოდით მე ცოტა სამ ისტორიას მოვყვები, როგორ საიდან მოხვდი ამ გაუგებრობაში, რასაც არის საკრედიტო. ძალიან საინტერესო კი. და ესე იგი მთელი ცხოვრება რაღაც პროექტები მქონდა, მედია პროექტები და ამისთვის ყოველთვის ვეძებდით თანხას. ანუ სულ ვიყავი ერთ მხარეს, ადამიანის entrepreneurs ეძახიან, რომელიც რაღაცას ცდილობს, რაღაცა დაიწყოს, რაღაცა შექმნას და ამისთვის ჭირდება თანხა და სულ ამის მოძიებაში ვიყავი მთელი ცხოვრება, რაც მახსოვს. თანხა ახალი ბიზნესი დასწრება, თანხა ბიზნესის გასაფართოებლად, თანხა რაღაც და აი ეს
მე აქაც რაღაც დაწყებული მქონდა და ვცდილობდით რაღაცის აშენებას. მაგრამ დაუშვი ალბათ ერთ-ერთი სავალალო შესწავლა, რასაც ყველა აქ უშვებს, ვინც არ არის კარგად ჩახედული ამ საქმეში, პირადი კრედიტის გამოყენება ბიზნესის დასაწყებად. ეს დიდი შეცდომაა ფაქტიურად პირადი საინტერესო კარტების. თქვენ მოგცეს პერსონალური კრედიტი, რომლითაც წამოიწყეთ ბიზნესი. რომლითაც სადე ბიზნესი წარმოწება, რა თქმა უნდა, ის არ იყო და ბიზნესს ცოტა მეტი დაჭირდა. და როცა ეს არ ყოფნის ბიზნეს თავისი რიტმი აქვს და დაბრუნების თავისი ციკლები აქვს და ამის ძალიან მკაცრად აღირიცხება, ამიტომ ყოველთვიური გადასახადები, ყოველთვიური დაბრუნება პირადი კრედიტ კარტების. არსებობს რაღაც ისტორიაში ბიზნესის ბევრი შემთხვევა, როცა გაუმართლათ ადამიანებს, ბევრი რამდენიმე შემთხვევა ცნობილი, როცა თქვა ჩადო პირდაპირ თავისი პერსონალური კრედიტ კარტა და რაღაც სისტემას აკეთებდა ადამიანი კონფერენციების, სავალუტო სტოკებით ვაჭრობდი კონფერენციების და გადაიხადა პირველი კონფერენციის ფული მთლიანი თავის საკრედიტო ბარათებით. მაგრამ მოვიდა 200 კაცი დაესწრო, თვითონ გადაიხადა 5,000 დასწრების ბილეთში და უცებ ამოიღო და ეგეთ შემთხვევებიც ყოფილა რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადად ბიზნესს აქვს სხვა ტემპი, სხვა დაბრუნების ციკლი და პირადი ბარათები ამისთვის არ არის გამოსაყენებელი რა. და მე დაიწყო ეს კოვიდი, ამ კოვიდის დროს ქონდა ბევრი დრო და დავიწყე ამის მოკვლევა. ნახეთ არის ესეთი ორგანიზაცია Credit Repair Cloud-ი და მასთან დავიწყეთ რაღაც მუშაობა. ბევრი შევისწავლეთ, ბევრის ამის სერტიფიკატი ავიღეთ, მოვიპოვეთ და ეს თემა დაიწყო რატი, სხვათა შორის რატი რამიშვილი ჩემი ვაჟმა და აღმოჩნდა, რომ უკვე კარგად შეტოპილი ვიყავით ამ იმაში და მაგრამ მივეცით პატარა ბიზნესის საქმე ამაში. მე იყო ბევრი ადამიანი, ვისაც დავეხმარეთ კრედიტის შექმნაში, გამოსწორებაში. ბევრმა მაქსიმალური ქულა იყო ჩვენი დახმარებით და კი, თქვენი ასე ვთქვათ, თქვენს მიერ წახალისებული და დახმარებული ხალხის შესახებ ვიცი, ძალიან ბევრი არის ასეთი, ამიტომაც ვთვლი, რომ თქვენ გაქვთ ამის კომპეტენცია, რომ ამაზე ისაუბროთ და მე თვითონაც პირადადად შევეჩეხი ესეთ რამეს, რა რაღაც ახალი ჩამოსული ვიყავი, როცა გავიყე ახალი სოციალური აღებული მქონდა ახსუ ახალი და რაღაც დიდი კონკურსი ტარდებოდა. იმაში მივიღე მონაწილეობა, თანამდებობა რაღაც ბრუკლინის განყოფილების უფროსი იყო დიდი კომპანიის. რამდენიმე ასეული კაცი იყიდა მონაწილეობს, გავედი ფინალში, მოვიგე იქა და მოვიგე მე უარი მითხრეს საკრედიტო ისტორიის გამო და მეორე ადგილოსანს მიცეს ის თანამდებობა. ეხა ის მე რომ ამეღო მაშინ გაცილებით გაადვილდებოდა მთლიანად ადაპტაცია ამერიკაში და დიდი შემოსავლები მაშინ რო გიჩნდება არის დიდი უპირატესობა, მაგრამ ანუ ეს რამდენ ხანში მოხდა თქვენი ჩამოსვლიდან? წელიწად ნახევარში რაღაც დაახლოებით. და წელიწად ნახევარში არის შესაძლებელი, რომ ქულა ისე გაზარდოთ და ისე მდგომარეობაში იყოთ, რომ ესეც არც მოაქცევდი ყურადღებას, ეგეც იყო შეცდომა, რომ საერთოდ არც ამ უწოდინრობის გამო არც მივაქციე ყურადღება, ისე ავიღე 1-2 საკრედიტო ბარათი ისე დავხარჯე და არც ძალიანაც არ მიზრუნია იმის დაბრუნებაზე, რომ ფაქტობრივად გაფუჭებული იყო წელიწად ნახევრის მერე კრედიტ ისტორია და ამათ მაინც ახსნეს, რომ ეს იმხელა თანამდებობა, იმხელა ფინანსური იმითი აქვს ვალდებულებებით და რაღაცით ჩვენ ვეძებთ მოწესრიგებულ კაცს და ამისთვის საკრედიტო ისტორია გადამწყვეტი რაღაცა არისო და ფაქტობრივად მაშინვე წარეთ მოხვდა ცხვირში ის რომ გარკვეულ დასკვნებს აკეთებენ ჩვენ ფინანსური ამონაწერებით ადამიანები. ანუ კომპანიას აქვს უფლება ჩაატაროს თქვენი background checks, რასაც ეძახიან. როცა სამსახურში იყვან ადამიანს, ცოტა ფინანსურად საპასუხისმგებლო თანამდებობას მით უმეტეს და
ხდება background check-ის გადამოწმება. თქვენი თანხმობით ალბათ, ხო? როგორ ხდება? თუ ეხლა იქ მიდიხარ ხელს უწერ გადიხარ რამდენიმე ინტერვიუს background check-ზე უარს ამბობ სისულელია. მაშინ ესე არავინ არ ეგ როცა საერთოდ CV-ს რო ავსებ, მე მგონი მან უთითებ. background check-ის შემოწმება ერთ-ერთი ისეთი ელემენტარული რაღაცა არავის არ ჭირდება კრიმინალის მიღება და მე მომივიდა ცნობა თქვა იმ პერიოდში რომ გადამოწმეს background check-იც იყო და credit check-იც. აი ეს credit check-ი მაშინ ვერ გავიარე და უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ანუ სამსახურის აღებისთვისაც და ეხლა მანქანის ახლის რაღაც 1000 რაღაც შეძენისთვის ესე იგი პირველი რომ გავლენას ახდენს სოციალურ მდგომარეობაზე, სოციალურ კიბეზე, რასაფეხურზე დგები იმაზეც და ცხოვრების ხარისხზეც, იმიტომ რომ ხელმიუწვდომელია ახალი მანქანები, ხელმიუწვდომელია კარგ უბანში ცხოვრება და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ხო, ანუ რაღაცა რეალურად ისარგებელი მოაქვს კარგ საკრედიტო ისტორიას, რისთვისაც ჩამოდიხარ ამერიკაში, ხო? კი ბატონო. ამიტომ თავიდანვე უნდა ძალიან დიდი ყურადღება მიაქციოს ადამიანმა ამას და იზრუნოს საკრედიტო ისტორიაზე და საკრედიტო ქულების კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებაზე. რა ვიცი, თუ გნებავთ ვისაუბროთ სისტემა როგორ არის აწყობილი და მაგის მერე გადავიდეთ შეკითხვებს თუ კი ბატონო. დავიწყოთ სისტემა ავხსნათ ჯერ და ეს კითხვებიც მერე შეიძლება ზოგიერთი გავცეთ, გაეცეს ისედაც პასუხი ზოგმა სხვა სახე შეიძინოს, ნახოთ აბა. კი ბატონო. ესე ამოვით. ანუ დაფაზე აპირებთ რაღაცნაირად აგვიხსნათ, ხო? ხო, შეიძლება დაფაზეც დავწეროთ ეს ყველაფერი, ან დავხატოთ, ან ვიზუალიზაცია გავუკეთოთ. არიან მოკლედ, მაგრამ ისე ხელში ხო. კი ბატონო. ხო. არის ესე იგი სამი ძირითადი ბიურო არის ეს Experian-ი არის Equifax-ი და TransUnion-ი. არიან Furnishers ეძახიან, ეს არის ყველა ბანკი, ყველა საკრედიტო ორგანიზაცია, რომელიც თანდაც შეიძლება მივდიოდეთ კრედიტზე. ეს არის Credit Union-ი იქნება, ეს პატარა ბანკი, დიდი ბანკი, ყველა აძლევს ამათ ინფორმაციას. კი ბატონო. მერე ჩვენ ვისთანაც მივდივართ, მივედით სიტყვაზე Bank of America-სთან, ხო? Bank of America შეამოწმებს სამივესში ჩვენზე არსებულ ინფორმაციას ჩანაწერებს. ეს ბიუროები არის კომერციული ორგანიზაციები, რომლის კაპიტალიზაცია არის მილიარდები და ამათი ბიზნეს მოდელი არის ის, რომ აგროვებენ ინფორმაციას ჩვენზე ფაქტიურად და მერე ყიდიან ამათზეც და ყიდიან ჩვენზეც ასევე რა. ხო და ესენი გასცემენ ერთ-ერთი თავარი მონაცემი ამათი არის ასე ეძახიან credit scores, ანუ საკრედიტო ქულას. და თქვათ არის 703, აქ არის 720, აქ არის 710 სიტყვაზე. და რატოა ეს სხვადასხვა რატოა და საიდან მოდის ეს სხვადასხვა ციფრები რა? ეს არის იმიტომ რომ აი ფარნიშერებს დავარქვათ ამადეფი ყველგან არ აქვს ვალდებულება რომ წარადგინონ ინფორმაცია. კრედიტის გაცემის შესახებ ზოგი წარადგენს აქ, ზოგი წარადგენს აქ, ზოგი აქ. ამიტომ ამათ აქვს ხოლმე სხვა, ვთქვათ, ამათ აქვს 20 ჩანაწერი, ამათ აქვს 15 ჩანაწერი, ამათ აქვს 16 სიტყვაზე, ხო? და სხვადასხვა ჩანაწერიდან სხვადასხვა ქულა გამოდის მერე რა. ერთიანი ქულა. ეს კრედიტ კარმაზეც რო სხვადასხვა ქულა. კრედიტ კარმაზე ეს ორი სააგენტო აძლევს ინფორმაციას. რა ქვიათ ამათ? Equifax-ი და TransUnion. ამ დროს თავი არის Experian-ი. Experian-ი კრედიტ კარმაზე არ ჩანს საერთოდ რა. და ის არის მთავარი. ეს თავარია. ამას ყველაზე მეტი ინფორმაცია, ყველაზე დიდია, ყველაზე ძვირია, ყველაზე მეტი. და ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამას? კი, ყველა დიდი ბანკი ამას ანიჭებს ყველაზე. ეს არის რომელიც გვიჩანს ჩვენ ბანკში? არა, ბანკში
ახლა ბანკი ამ სამს ერთად კრებს და თავისი საშუალო. ხო, ბანკში სხვა გვიჩანს. მაგრამ თავისი კომპიუტერული დათვლის სისტემა არ თავისი ალგორითმი აქვს მისადაგებული და აი ამ სამიდან გამოყავს ერთი ანგარიში რა. ეს ანგარიშებიც კიდე თვითონ სხვადასხვანაირია რა. არის FICO ქვია მთლიანად ამ სისტემას. FICO scores ეძახიან რა. ან FICO score ან არის აი საკრედიტოს კულები ესე ვთქვათ. და ბანკს გამოყავს ერთი რაღაცა თავისი შეიძლება კონდეს ალგორითმი ისე დაყენებული ყველა 10 კულით უმცირებდეს და შენ რო ხედავ აქ არის 700 აი ამ სამი საერთო არის სიტყვა 710 შეიძლება ბანკმა გიჩვენოს 700. ანუ ეს ზუსტი არ არის. ბანკს არ მოეთხოვება მოგვაწოდოს ზუსტი ინფორმაცია, გეუბნები რომ შენი სკორი არის, შენი ეს არის ეს. და ის რაც შემიძლია ნახო ჩემი. ეს თავისივე საიტები აქვს, კანონით ეს ყველაფერი არის ძალიან რეგულირებული. რა შეუძლია ამან მიაწოდოს, რა შემთხვევაში შეუძლია მიაწოდოს. მე შეუძლია რომ მომაწოდოს. ჩემი კულა. ვინ? აი მაგ კომპანია. ესენი ვალდებული არიან წელიწადში ერთხელ მოგაწოდოთ თლიანი საკრედიტო ისტორია თქვენი. Credit history წელიწადში ერთხელ უფასოდ არიან ვალდებული რომ მოგაწოდოთ. და ასე რომ მოთხოვნა შეიძლება მიღება შეიძლება. აი ეს ღირს ხოლმე $30 თვითონ ყოველთვიური გამოწერა. ეს კრედიტ კარმაზე ეს ორი უფასო არის რა. ასე რომ დასაგები. ხო, ეხლა როგორ ითვლება ეს რა, როგორ გამოყავთ ამათ? თუ ესეც საინტერესოა, შეგვიძლია ესეც მოყვეთ. კი. როგორ გამოდის ეს ანგარიში რა. ეს არის პირველი ყველაზე დიდი ეფექტის შემცველი არის დროზე გადახდა. ეს დროზე გადახდის ისტორიას. ანუ ეხლა ჩვენ საუბრობთ ქულა როგორ დგინდება რა ახდენს ამაზე ყველაზე დიდ გავლენებს. კი ბატონო. ისტორია აი დროზე გადახდის ისტორია არის 35% საკრედიტო ქულის. ნუ ამას თუ აქვს ეხლა ერთი დაგვიანება, პირდაპირ საკრედიტო ქულას პირველი დაგვიანება ჩამოწევს ხოლმე 60 ქულით. -60 ქულა პირველი 30 დღიანი დაგვიანება. 30 დღიანი დაგვიანება აღირიცხება. კანონით რამდენიმე დღით დავაგვიანება. კანონის მიხედვით უფლება არ აქვს ფარნიშერს შეატყობინოს 3 დღიანი დაგვიანება, 4 დღიანი დაგვიანება. ეგეთ რამეს არ არსებობს 30 დღიანი დაგვიანების შემთხვევაში მიდის რაპორტი რომ ეს დაგვიანება იყო. დაგვიანება თუ იყო 60 ქულით გვიوارდება პირდაპირ კრედიტ 60 ქულით გვივარდება კრედიტ ქულა. მე ესენი მიდიან თუ 30 დღე იყო 60 ქულა, მე მიდის 60 დღიანი დაგვიანება, მე 90 დღიანი დაგვიანება, მე 120. და ნუ მე ფაქტიურად უკვე 120 დღის მერე არავინ აღარ იჩერებს ესეთ სესხს და ამას გადადის აი ორგანიზაციებში. debt collecting რაღაც. კი ბატონო. კოლექშენებში აგზავნიან და მაგ რჩება მეორე ცუდი ჩანაწერი უკვე ჩვენ საკრედიტო ისტორიაში. პირველი არის მოკლედ გადახდის ისტორია ყველაზე მნიშვნელოვანი. მეორე არის საკრედიტო ისტორიის სიძველე. ეს არის დაახლოებით 15%. იმისი მესამე არის derogatory marks ეძახიან ეს ცუდი ჩანაწერები არის თუ არა ნუ ესეც ერთ-ერთი ანუ ცუდ ჩანაწერებში რა იგულისხმება hard inquiry იგივე hard inquiry ცალკე hard inquiry არის კრედიტის მოთხოვნა აი თქვა ჩვენ მივადექით ნებისმიერ ბანკს იმათმა იკითხეს და არ მოგცეს არ მოგცეს სულ ერთია მოვიკითხეთ კრედიტი რა ამ კაცის კრედიტი რამდენია ამან გააგზავნა რომ აკა თქვა და აკა რომ ამ კაცმა თხოვა კრედიტი და შევამოწმოთ რამდენი იყო ყველა შემოწმება თითო hard inquiry არის. ოკეი. დასაგებია. დეროგატორი რა არის? დეროგატორი არის ეს არის გადაცემული კოლექშენზე ეს არის კოლექშენები, აქვე არის bankruptcy,
თუ იყო აქვე არის მანქანა თუ წაიყვანა იმან რა ქვია მანქანის სესხის გამცემა და თუ ამოიღეს უკვე რამე ფორმით კი მანქანა თუ უკან დაიბრუნა ეს არის კატასტროფა ეს არის ფაქტობრივად ბანკროპსის თოლფასი რაღაცა და ამის ამოშლა თქვენ თუ გამოიყვანეთ მანქანა ადამიანმა გამოვიყვანა მანქანა ვერ გადავიხადე საკრედიტო ხელშეკრულება და უკან მიიყვანა მე თვითონ მიყავს უკან მე თვითონ მიყავს უკან გინდა თვითონ მიყავს უკან გინდა თვითონ წაიყვანეს მანქანაზე ისტორიები არა თანახმა უნდა იყო მაგაზე არა თუ წაიყვანეს 2-3 გადახდის მერე უკან მიყავთ თვითონ და ესეც ეს repossessions ეძახიან ამას და არის საშინელი ჩანაწერი საკრედიტო ისტორიაში ბანკროპსის ტოლია და ძნელად ამოდის ყველანაირ ჩანაწერს თავისი დრო აქვს და რაღაც დროის მერე იშლება ამ იმიდან მაგალითად დროზე გადახდის ჩანაწერი 7 წელი რჩება დაგვიანება მაგალითად 7 წელი რჩება ისტორიაში მაგრამ 2 წლის მერე აღარ მოქმედებს ისტორიაზე. ცუდად აღარ მოქმედებს რა. ანუ ეს არის 2 წლის მერე კი. კრედიტის სიძველე ითვლება, ვთქვათ, აქ საკრედიტო ხაზებია გაცემული, რაც უფრო დიდი ხანია, ვთქვათ, აქვს ადამიანს 6 კრედიტ ბარათი. ხო, ერთი არის 5 წლის, მეორე არის 4 წლის, 3 წლის, 2 წლის და 1 წლის. გამო ამის საშუალო და სიძველე იქნება 3 წელი. ხო. ამის. ესეც 15%-ია დაახლოებით მთელი საკრედიტო ქულის. derogatory marks ესეც ახდენს და harding queries და კიდე რა არის იქა? კიდე მოკლედ ეს კიდე არის რამე 5-6 ფაქტორია რაც მოქმედებს. კი აი ხა მაგაზე კითხვა გამიჩნდა. კი ბატონო. და ხო, ნუ ესენია ერთი წუთი თუ მოჩით და ახლობთ ესე მუშაობს ეს სისტემა და ნუ რას აჩვენებს ახლა ეს სისტემა რა ნუ თუ derogatory marks აქვს ბევრი ადამიანს უბრალოდ harding queries ეს აჩვენებს რომ ადამიანი რომელიც მოვიდა სასესხებლად ამან უკვე მთელი სამეზობლო მოირბინა ჩვენი ანალოგიით რომ თუ აქ არის 10 5-ის ზემოთ ეს არის რისკის კატეგორია უკვე ეს ადამიანი ეძებს ფულს ხო ეძებს ფულს ინტენსიურად და დიდი წარმატებით ვერა იმიტომ რომ კიდე ჭირდება კიდე მოვიდა ხო სასესხებლად ანუ ეს მეორადაც თუ მოვიდა მალევე კი პირველად თუ მოვიდა ჩვენთან შეხედეს და ბევრი harding query აქვს გასაგებია ესე იგი ნიშნავს მაგას რა ხელმისაწვდომი კრედიტების ხო მთავარი დავავიწყო ერთი რაოდენობა საკრედიტო ბარათების ან საკრედიტო ანგარიშების ამ ანგარიშებში შედის რაც მეტია ეს აი ეს არის უკეთესი რა თქმა უნდა იმიტომ რომ ადამიანს აქვს ვთქვათ ეს 14 ითვლება ნორმალურად და 14 ზემოთ ითვლება კარგად რა ანუ რაც მეტი ისტორია ჩანაწერია რომ ადამიანმა აიღო კრედიტი და კარგ მდგომარეობაში აქვს ამ მომენტში ანუ უფრო მეტია ისტორია ხო 15-ჯერ უსესხებია მეზობლისგან ფული 15-ჯერ დაუბრუნებია ესეთ კაც ხო უფრო მიცემთ სესხს ვიდრე კი დამტკიცებული რო აქვს რომ ხო დამბრუნებელია წავიხე იმდენჯერ დავაბრუნე ხო ანუ ეს უფრო კეთილსინდისერია რეალურად ანუ რაღაც ლოგიკა აქვს ამის კითხვას ისე რომ განსაზღვრავენ ხოლმე რამდენად რელევანტურია და რამდენად მიზანშეწონილია ამ ადამიანს მივიცეთ თუ არა ახალი საკრედიტო ხაზი. აი ესეთი რაღაცაა და ამიტომ ის რომ ვთქვათ მეგობარს ქონდა საკრედიტო ქულა უფრო ნაკლები და მისცეს დიდი საკრედიტო ბარათი მე მქონდა უფრო მეტი და არ მომცეს ეს საერთოდ არ არის სწორი დანახვა ამ სიტუაციის რა იყო ჩანაწერები, რა ისტორია ქონდა, რამდენი კრედიტ კარტა ქონდა, როგორ ბარათი თუ საკრედიტო ისტორია სხვადასხვა, ხო მრავალფეროვნება კიდე ერთი არის, აქ
სესხების მრავალფეროვნება, რამდენად მრავალფეროვანია ისტორია. ანუ საკრედიტო ბარათები არის ერთი ნაწილი, მეორე არის პირადი კრედიტები, მესამე არის მანქანის კრედიტები, სტუდენტური კრედიტები. ესენი ყველაფერი რამდენად აქვს მომხმარებული ადამიანს, რამდენად უფრო მრავალფეროვანია მის საკრედიტო პორტფოლიო, ეს არის მნიშვნელოვანი. და რაც უფრო მრავალფეროვანია, მით უფრო კარგია რა. ესეც დაახლოებით 10%-ია. კი ბატონო. მთელი იმის. ეხლა აქ რაღაცებს უნდა გამოვეხმაუროთ ერთი წამით. კომენტარებია შემოსული. მოდი ჯერ ის ვთქვათ, რომ დღეს მნიშვნელოვანი დღეა გამოგვრჩა და ვაპირებდით ამით დაგვეწყო. დღეს არის 8 თებერვალი და დღეს შედგება ალექსანდრე თოფურიას დებიუტი, სადებიუტო ჭუბი თუ ბრძოლა ავსტრალიაში UFC-ის ლიგაში და რა თქმა უნდა გვინდა უსურვოთ გამარჯვება ამ ადამიანს, წარმატებული დებიუტი, დიდი ხანია ველოდებით მის გამოჩენას. მისი ძმა მე ხშირად ვამბობ ხოლმე რომ არის მოცარტი თავისი საქმის, ასე ვთქვათ, თავისი მუშტის და ზოგადად ამ ლიგის და ამ სახეობის, იმიტომ რომ შეუძლებელია ილია თოფურია გახდე, ილია თოფურია უნდა დაიბადო. ხო არის ესეთი ადრე მქონდა საკითხული ღვთისგენიოსები და თვითგენიოსები და ეს არქეტიპები ძალიან ხშირი, აი მოცარტი და ამადეუსი ფილმი თუ გაქვთ ნახე, ფორმანის არის მე მგონი. მაგაზია რა, ის ორივე გენიოსი რო არის ეგ და აქვია მეორე სალიერი. ხო, ორივე გენიალურია, მაგრამ აი სალიერი შეიძლება გახდე ბევრი შრომით, მაგრამ მოცარტი რაღაც ეგეთია, აი როგორც რონალდო და მესი, ხა რონალდოს ფანები მარჩოკოლა. უბრალოდ არის რა, მან მესი ვერ გახდები. მესი უნდა დაიბადო, ესე როგორც ილია თოფურია, ხო და აი ამ ოჯახის და ამ ტრადიციების მატარებელ ადამიანზე არის საუბარი. ალექსანდრე თოფურიაზე ჩვენ გვსმენია ილიასგანაც და ბევრი სხვისგანაც, რომ ილიასე მაგარიაო, მაგრამ ნახოთ ჩვენი მთელი გულითადი მხარდაჭერა მას ამ ულამაზეს დღეს. კი ბატონო, ამ ულამაზეს საღამოს. კი ბატონო, ჩვენთან საღამოს. და იქ რომელი საათიანეთ ავსტრალიაში ეჭვ. საუბრობ დილას იმაზე ხაშზე ჭუბობენ თუ როგორ არის იქ, არ ვიცი. ესეთი კითხვა შემოვიდა, იქნებ თქვენ გქონდეთ ამაზე პასუხი. ამერიკაში არის თუ არა ვინმე ქართველი ბიზნესმენი, ვისაც აინტერესებს წარმატებულ გამომგონებელთან, ინვესტორთან საქმიანი ურთიერთობა ან სერიოზული ინოვაციები და მათი წარმოება. მე ვიტყოდი, რომ ამერიკა საუკეთესო ქვეყანაა ეგეთი ტიპის გამომგონებელთათვის და თუ ტექნოლოგიებზეა საუბარი და ინოვაციებზე განსაკუთრებით და რამდენად ქართველები არის სწორი ხალხი ამ საკითხით მათი შეწუხებისთვის, აი ეს არ ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ? მეც არ ვიცი, არ მსმენია ეგეთი ქართველი ბიზნესი. ხო, ქართულ ბიზნესზე, მაგრამ რო არის ამისი ფონდები, გრანტიდან დაწყებული ყველანაირი საშუალებები ბიზნეს განვითარების, მით უმეტეს ინოვაციის და მით უმეტეს ეს თუ არის ეს ინოვაცია რაიმე ბიზნესის ან ცხოვრების რაიმე მონაკვეთის შემცვლელი, ანუ გამოუმჯობესებელი, მაშინ პრობლემა საერთოდ არ არის თანხების და ამის მოპოვების თუ სწორად უნდა ამას ყველაფერს. ხო, ტექნოლოგიების ეპოქა ყველა ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, მილიარდიანი კომპანიების უმეტესობა არის ტექნოლოგიური და ინოვაციური, ასე რომ თუ თქვენ ბრძანდებით პიროვნება, რომელსაც აქვს მსგავსი იდეა და ინოვაცია, ამერიკაში თუ იმყოფებით, ყველაზე სწორ ქვეყანაში ხართ. ქართულ ბიზნესმენზე ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია თუ არის მსგავსი ვინმე, ვინც დაინტერესებულია ასეთი რამით. კიდე ერთი შეკითხვაა, რამდენ ხანშია შესაძლებელი კრედიტ ისტორიის გამოსწორება? 475 თუ აქვს ადამიანს. სავარაუდოდ 475 თუ აქვს კრედიტ ისტორია, სერიოზული ჩანაწერებია იქ რაღაცა არასწორი ჩანაწერები, მაგრამ ესე კიდე ერთხელ ვამბობ, რომ ციფრით არაფერი არ ჩანს, ეს ციფრი არის ციფრი, ისტორია მთავარი რა ჩანაწერებია,
ამ ციფრის უკან. ან უნდა ესევე რიტყვით რამდენი ხანი დაჭირდება თუ არ ნახავთ? მოდით რომ ვთქვათ ჩვენ რომ ეს გამოსწორება არასოდეს არ არის ერთთვიანი და ორთვიანი პროცესი. თუ ამას აქვს კანონითაც კი რეგულირდება და იმ კანონში გარანტია, ის მიცემა რომ ვინმე გარანტია მოგცეთ რომ ამას გამოვასწორებ. და რო არის ასეთი ბიზნესები, რომლებიც ერთ წუთში გვპირდებიან გამოსწორებას? არ არის, არასოდეს არ არის ესეთი ბიზნესი სანდო რა, იმიტომ რომ ანუ ამის კანონიერი გზები არ არსებობს. კანონიერი გზები ერთ თვეში გამოსწორების 475 რა ნებისმიერი ციფრი და ასეც 4-იანი აქ წინ ფაქტიად არ არსებობს. ნუ რა დრო აი დაახლოებით უხეშად. გამოსწორება კეთდება, ეხლა თუ იმიტომ ჩანაწერები შეიძლება ესეთ იმაზე მივიდეს ადამიანი ესეთ საკრედიტო ქულამდე მივიდეს იმ შემთხვევაში თუ თქვათ 100,000-ის საკრედიტო ბარათები აქვს და პირწმინდად დახარჯული. დახარჯა 100%. ან დახარჯა 100. დაგვიანებები თუ აქვს? დაგვიანებები მხოლოდ მაგით. აი მაშინ თუ მარტო დახარჯვის გამოა ეს ახლობით 170-180 ქულა შეიძლება იყოს მარტო ამითი დაწეული. მთლიანად დახარჯულია, გააჩნია რა რაოდენობის ისა. მაშინ მარტო გადახდა უცებ ერთ თვეში აწევს ამას, რა თქმა უნდა. და აი გადახდა ნაწილ თუ აი ეს ერთიანი გადახდა თუ შქარა გამოსწორებაზეა საუბარი, დღეს თუ გადაიხდით მთლიანად ხელს და დაგვიანება არა გაქვთ, მინიმუმები მაინც არის შეტანილი, ერთ თვეში გამოსწორდება, მაგრამ თუ იქ ჩანაწერებია, ცუდი ჩანაწერები, ეს ცუდი ჩანაწერები უცებ არ იშლება, არის მთელი პროცესი, ჩვენ გვაქვს ისტორია ამის კეთების, ეხლა თლად დიდად ეხლა არა ვართ ამას ჩართული, ცოტა სხვა პრიორიტეტები მიიღო ჩვენო ბიზნესმა და ამიტომ ამას დიდად აღარ მივდევთ, თუმცა გვყავს რაღაც რაოდენობა კლიენტები, რომლებსაც ასევე ვეხმარებით, მაგრამ ერთ თვეში არ ხდება, ანუ უგზავნი წერილს, ეს წერილში ითხოვ რაღაცას, იმას აქვს ერთი თვე პასუხის გაცემის, პასუხი მოდის ზუსტად ერთი თვის მერე, ან 40 დღის მერე და კიდე უგზავნი შესაბამის წერილს და რამდენიმე ესეთი პინგ-პონგის მერე ხდება რაღაც ერთი ჩანაწერის წაშლა, ან 2-ის, ან 3-ის, ანუ ეს გრძელვადიანი პროცესია და მინიმუმ 6 თვე ჭირდება, რომ რაღაც ცუდი ჩანაწერები გაქრეს იქიდან. და ნუ პარალელურად გადახდებით საჭიროა და პარალელურად დადებითი ჩანაწერების გაჩენაც იქ რა. ერთი ასეთი კითხვა კიდე უსაბუთომ რომ გადაიხადოს ტაქსები თუ აქვს უპირატესობა. რა იგულისხმება, არ ვიცი, უპირატესობა საკრედიტო ისტორიაში. თავისი საიმიგრაციო საკუთრების გაკეთების დროს. ხო, ეს ცოტა სხვა თემაა, ხო? კი, თემა კი სხვა არის, მაგრამ ნუ ამაზე ქონდა წინა საუბარი ჩვენი იურისტთან. და შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ფაქტიურად ნუ მაინც თქვა აქაც ხა რომ წინა ეპიზოდი, ხო? ხო, არა, პატარა უპირატესობას სასამართლოში აძლევს ადამიანს რახან ამტკიცებს ისე რომ ეს ადამიანი არის კეთილგანზრახვით შემოსული, ან აქვს კარგი მორალური მხარე, ასე ვთქვათ, და იქ უნდა რომ მიიღოს მონაწილეობა ამერიკის მშენებლობაში, თუმცა ეს ისეთი ინდულგენცია არ არის წინასწარი გაცემული რაღაც საბუთი არ არის ეს რომ იმის არანაირი გარანტია რომ დადებითად დამთავრდება მისი საემიგრაციო საქმის განხილვა. კი ბატონო, აი აქ გამიშდა მე ერთი კითხვა. მაგალითად არსებობს ისეთი ვალები, სადაც მე თუ ავიღე ეს ხი არ მომთხოვე სოციალური ნომერი. კი ბატონო. მაგალითად გამოვიყვანე ინტერნეტი ან რაღაც ეგეთი. ეგ არ დამჭირდა. კი ბატონო. ეს არის კრედიტი, ეს არის მაგრამ collections აქვს გადაცემული, ვთქვათ. კი ბატონო. აი ეს აქვს უფლება რა არსებობს მთელი რიგი დაწესებულებს, რომლებიც იღებენ ამ უფლებას სპეციალურად. რომ მათ ხო, მაგრამ მათ თუ არ აქვთ ჩემი სოციალური ნომერი, ესინი შეძლებენ ამ სოციალური ნომერის მოპოვებას ერთი ჩემი თანხმობის გარეშე. და თუ შეძლებენ, ეს შეძლებს თუ არა გავლენა იქონიოს ჩემს კრედიტ სკორზე. კრედიტ სკორზე გავლენას ახდენს ხოლმე, აი თქვათ
კონედისონის ან მსგავსი PSCNG-ის დავალიანება დენის ან რაღაცა თუ ეს არ არის გადახდილი, ხშირად აღმოჩნდება ხოლმე კოლექციაში და კოლექციიდან კიდე ხდება საკრედიტო ისტორიაში. გასაგებია. ნუ ჯიმებს აქვს თქვა ეს საორჯიშო დარბაზებს იქიდანაც ხდება და რაღაც გავსიმებიდან ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სისტემატურად შეამოწმოთ ხოლმე თქვენი საკრედიტო ისტორია და რაიმე ჩარჩენილი დავალენებები მოიშოროთ. არსებობს რამე გზა რომ თქვა რაიმე სესხი ადამიანმა რაიმე გააკეთოს საკრედიტო ისტორიის გვერდის ავლით. ესეთი არის ბიზნესი უფრო, მაგრამ ისიც ძალიან იშვიათია ეგეთი რაღაცა, იმიტომ რომ ბიზნესის ხის დროსაც დასაწყისში მაინც მიდიან იქამდე რომ ითხოვენ პატრონის საკრედიტო ისტორიას და პირად გარანტიას. თეორიულად არის, მაგრამ პრაქტიკულად ნაკლებად წარმოუდგენელი ხო. თუ მოქმედებს მაგალითად კიდე ესეთი კითხვა რომ დავსვათ, თუ მოქმედებს კრიმინალური ჩანაწერი ნასამართლეობა სიტყვაზე ჩემს საბანკო ისტორიაზე და ჩემს აი თქვათ ვიღაც მიხდიდა, მაგრამ არ მქონდა დიდად ბრუნო ვალსკი მიხდიდნენ, მაგრამ ბრუნო არ მქონდა, იმიტომ რომ რაღაცა ანდეტენშენში ვიყავიან რაღაცაში. კი, მას ამ სამი ბიუროს გარდა რომელიც მე აქ ჩამოვწერე საკრედიტო ბიუროები არის კიდე ათეული ბიურო რომელიც ჩვენი საკრედიტო და არასაკრედიტო ისტორიას აგროვებს არის ესეთი LexisNexis ესეთი ბიურო რომელიც ნებისმიერ ჩვენ ჩანაწერს პოლიციელიც კი რო ჯარიმას გამოგვიწერს იმასაც კი აგროვებს. როცა დიდ სესხზე მიდიხართ ვიღაცასთან სახლის საყიდელ სესხზე ან რაღაც ძვირფასი მანქანის შეიძლება იყოს რაღაც luxury car-ის რაღაც საყიდლად თუ მიხვალთ, ისინი აუცილებლად შეამოწმებენ ამ LexisNexis-ს და იქ თუ არის ისეთი ჩანაწერი, შეიძლება ამის გამო გითხრან უარი რაღაც კაური ჩანაწერი. ადრე იყო ესეთი მითქმა-მოთქმები, რომ ავტოსესხის აღება ცუდად მოქმედებდა კრედიტ სკორზე მიუხედავად იმისა იხდიდი თუ არა. უბრალოდ აი დაჟე რაზე იყო იცი საუბარი? მე რო ავტვირთო ეხა მე არ მაქვს ატვირთული ჩემი მართვის მოწმობა. სად? კრედიტ კარმაზე. კრედიტ კარმა არ ითხოვს. არა, მეუბნება. რომ დაამატე შენი, ანუ კრედიტ კარმა მირეკლამებს ამას, მეუბნება რომ დაამატე შენი მართვის მოწმობა და ეს ისტორია რაღაცაში ჭირდება, მე ვერ ხვდები რაში. თვითონ ალბათ არაფერში. ერია ჭირდება და მათ აქვს კიდე ერთი დამატებითი საკრედიტო ისტორია, ეს არის დაზღვევის ისტორია. დაზღვევის ისტორიის როგორი ხდით დაზღვევას და როგორი ჩანაწერები გაქვთ. და ეს კრედიტ კარმას რეალურად რაში ჭირდება ეს ინფორმაცია? კრედიტ კარმა აწუდის იმათ? კრედიტ კარმა კომერციული ორგანიზაცია, ის არაფერს არ აწუდის, ის მათგან იღებს და ყიდის. ყიდის უფასოდ, მაგრამ სამაგიეროდ აქვს უამრავი რეკლამა შიგნით და რო გეუბნებათ რომ აი ეს კრედიტ კარტა არის კრედიტ ბარათი არის თქვენთვის, აიღეთ. იქ რო დაკლიკავთ გადადიხართ ბანკის იმას, დაკლიკულა გადასულიდან იღებს ის თავის თანხას. ასე რომ იქ გარანტია არ არის რომ იქ რომ მოგცათ რაღაცა ისა რომ ის კი, რომ ის დაგვიმტკიცდება. ბარათი დაგიმტკიცდებათ, არანაირი გარანტია. საქართველოში მახსოვს იყო ეგეთი შემთხვევა, რომ ურეკავდნენ ადამიანებს ძალიან დიდი ხანი, რომ თქვენ დაგიმტკიცდათ სესხი, მივიდა და არ მისცემდნენ დამტკიცებულ სესხს. და ნუ ბევრს ვიცინოდით ხოლმე. ამ ისტორიაზე ეთყობა რაღაცებს არ ვიცი რანაირად ითვლიან იქ. მაგრამ აქ კრედიტ კარმა გეუბნება ხო? აქ კრედიტ კარმა გეუბნება რომ რაღაცა საშენო ბარათია ზედ გამოჭრილი. ეს რო არა იყო მოკლედ ხვალ როგორ უნდა გაიღვიძო და უცებ გადადიხარ და შეიძლება არ დაგიმტკიცონ. ხდება ეგეთი რაღაცები. კიდე რა კითხვა მქონდა, რამის თქმა ხო არ გინდოდათ კიდე დამატებით. თუ არ კითხვები ხო? კი, კითხვები ჯერჯერობით გვაქვს. მაყურებელსაც მოუწოდებ რომ კითხონ, თუ რამე კითხვები გაუჩნდებათ,
და ასევე გადავიდნენ ჩვენს ამერიკულ პოდკასტის გვერდზე და დაალაიქონ ახალი ასე ვთქვათ შექმნილია და ძალიან გვჭირდება მხარდაჭერა არ დაგეზაროთ, იმიტომ რომ არც ჩვენ არ გვეზარება მე მოძიება თქვენთვის იმ ინფორმაციების, რაც გამოგადგებათ ცხოვრებაში, ამერიკულ საემიგრაციო ცხოვრებაში. აქ მოდი მე ერთი რაღაცას ვიტყვი კიდე და არსებობს ესეთი ბერჯერ მომისმენია ესეთი რაღაცა, რომ აი რაღაცა არასწორად გააკეთა ბანკმა. მივედი, ვეჭხუბე თავზე დავახურე, მოკლედ ეგეც ხო არ ახდენს გავლენას, რომ ვეჭხუბე. კი ახდენს ეგეც, რომ ვეჭხუბე, მეც რაღაცა არის, ხე მოდით რომ წარმოვიდგინოთ ეს არის აი როგორც რაღაც ბანკების წილის ხუბის პილოსთან ფაქტია. რა თქმა უნდა. და ერთი მეორე ეჭხუბებით ვისეჭხუბე. მაგრამ ყოველთვის მართალი ხო არ არის ბანკი? არ არის ბანკი. ზოგჯერ მართლა საჭხუბარი. საჭხუბარი არის, მაგრამ ეს ხუბი შედეგად გამოდის რა, რომ ის ბანკი, რომელსაც ყავდა მილიონი მთხოვნელი გაუხდება 999,999 და იქიდან არჩევს მაინც 100,000 რა. თქვენ უბრალოდ იმის ინტერესის სფეროდან გამოდიხართ და ის აგრძელებს თავის მოძრაობას, ჩვენ კიდევ რჩებით დაანგრეული თუმცა რეპუტაციული ნაწილი არის ხა სოციმედიის ეპოქაში შეიძლება ძალიან ცუდი კამპანიის აგორება თუ რამე დააშავის. ეხა ძალიან გამოსწორებული აქვს კომუნიკაცია ქართულ ბანკებს იმხრივ მხოლოდ კომუნიკაცია. ეხა კატასტროფა ხდება აი ამ მithumetes მიტინგების პერიოდში ძალიან ველოდი რომ რაღაცა ქართულს არ გულისხმობდი, ეხლა ქართული შეიძლება მე ქართულს გულისხმობდი მე, აბა აქ არ მიჭხობი არავის. აქ თანხმობიან, არ ვიცი ხა არ მიჭხობი არავის. არა, არის შემთხვევები, როცა რაღაცა ეშლებათ და მე ჩვენ ვეჭხუბებთ, მაგრამ როგორც TBC ბანკი იტყო და შეცდომები მოსულა. ხო. TBC ბანკის ის არის სლოგანი. კაი სლოგანი. ბანკის მხრიდან ცოტა შემაშინებელია, მაგრამ მოკლედ არ გვინდა ქართულ ბანკებზე ძალიან ცუდი გამოცდილებები მახსენდება და ხო და ეხლა მოკლედ ესეთი რაღაცა რომ ჭხუბი ბანკში და მე შეიძლება ეგო მოგფხანოს იმ მომენტში, მაგრამ იმის ბევრი წელი როცა რჩები დაზიანებული მე კრედიტ სკორით ამის გამო საკრედიტო ისტორიით არა ამერიკაში რთულია ეგ ხო თქვენ დაკვირვებული ხართ ამერიკაში დავაკვირდი რომ როგორ უნდა მიხვდე როცა გაბრაზებულია ამერიკელი სტილობიანად რო იწყებს ლაპარაკს ანუ როდესაც ჩამოყალიბებულად და ზდილობიანად იწყებს ძალიან ზედმეტად გამართულად ლაპარაკს მაგ დროს ეზიზღები და გაბრაზებულია თქვენზე დიდად არ შემიძლია ანუ პასივ რა ქვია მაგ რაღაცა ქვია მაგას გრამატიკაში პასიურ დროს რო იყენებენ რა და მაგით ხვდები ხო აი დააკვირდით ამის მერე თუ პასიურ ენაზე გადავიდნენ გავაბრაზებ სპეციალურად ვინმეს და დავაკვირდები გავაბრაზოთ ჩაკ პალანიკი ფაით კლუბში როცა ქმნის თავის ამ არანორმალურების არმიას იქ ერთ-ერთი ის აქვს რა ქვია დავალება რომ გავიდნენ ქუჩაში ეს მისი მებრძოლები და წამოიწყონ ჭხუბი და წააგონ. ხო და ისე ჩვენ რომ წამოვიწყოთ კამათი ბანკის თანამშრომელთან და წავაგოთ, უკეთესობისკენ ხო არ დაგვეხმარება რომ გამოგვისწოროს ქულა, ხუმრობ რა თქმა უნდა. ისე აქვს მნიშვნელობა რომელი ბანკიდან იწყებთ ისტორიას ზოგადად აქვს მნიშვნელობა არის მაღალი რეპუტაციის ბანკები და ეხლა ადამიანი რომ შედის უკვე ვიღაცა თქვა მე მიხვედით უკვე სახლის აყიდლად მაკედონეზე არის სადაც ნახულობს ისტორიას და გარც ერთი წამყვანი და ძირითადი ბანკის კრედიტი არჩას საერთოდ ხდის უკვე რაღაცას რომ რატო მუშაობს ეს ადამიანი რაღაც პატარა ბანკებთან, სოფლის ბანკებთან და ასოც არ ქონია შეხება ჩეისთან, თქვა ბანკ ოფ ამერიკასთან. ანუ წარმატებული, ну ფინანსური ასე ვთქვათ, მრჩეველები ყოველთვის ურჩევენ, რომ წამყვანი 5
ბანკის საკრედიტო ბარათები უნდა იყოს. მაგრამ აი დღეს ჯერჯერობით რასაც ხედ ვასკუნი ჩემ თავზე საშინელ დღეში ვარ ერთი ბანკი მაქვს მარტო. ხო, დასაწყებია ეხლა ეს ყველაფერი წინ არის. ერთი ბანკი მაქვს მხოლოდ აი ესეც ქართული ბანკია, იქ ვარ ეგრე მიჩვეული, რომ სულ ორი ბანკია თუ რაღაც. აქ ყველა ნაბიჯზე ბანკი. რაღაცები არის რაც მოყვება ანუ მე ვით რა ქვია ხო იცი. თვისებები, რომლებიც არ გვტოვებს. ერთი ესეთი უცნაური შეკითხვა გამიჩნდა, დარწმუნებული ვარ, ბევრი ფიქრობს ამაზე და მაგიტომ შემხვედრია ეს შეკითხვა თან. აი თქვათ მე ჯერჯერობით ვარ ამერიკაში. იქ არა და ჯერჯერობით არ ვარ ამერიკაში. ნუ ავიღე სამუშაო ვიზა, ავიღე ან სტუდენტური ვიზა, რაც გულისხმობს რომ მე მუშაობის უფლება მექნება. მაგ დროს შემიძლია საქართველოსთან წამოვიწყო რამე მსგავსი, ანუ ბარათის გახსნა, ან ეგეთი რამე. მაგრამ ამ დროს სოციალური ნომერი არ მაქვს. სოციალური ნომერი არ გაქვს და ანგარიშიც არ გაქვს ამერიკულ ბანკში. ხო, შესაბამისად ვერ წამოვიწყო. და ჯერ ანგარიში უნდა გახსნა, ამას დრო სამართი უნდა ამერიკული ელემენტარულად ანგარიში უნდა ამერიკულ ბანკში და მე შეიძლება მოგცენ საბუთების გარეშე უზრუნველყოფილი სესხი საკუთარი ფულით. ეხა ერთი ცოტა დამაინტრიგებელი მომენტი. აი ვთქვათ, ვიღაცას აქვს დიდი სესხი, ვიღაცას აქვს პატარა სესხი. ანუ ორი ადამიანი წარმოვიდგინოთ. მე მაქვს ვთქვათ $3,000 სულ საკრედიტო ბარათებით და ყველაფერს ფარავ. და ვიღაცას აქვს $50,000 და ისიც ფარავს. ჯერ მაინტერესებს მაგ თანხის საკრედიტოები არსებობს? კი, შეგვიძლია პირადზე ძალიან იშვიათია და ან მაღალ შემოსავლებს მოიცავს, მაგრამ ნუ რაღაც ცოტა მაღალ კლასში არის კი რა. აი ორივე ფარავს ნორმალურად. ამ შემთხვევაში აქვს მნიშვნელობა რამდენ თანხას ატრიალებდა აისახება ეს ქულაზე? კი რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომი კრედიტი არის ძალიან ერთ-ერთი კრიტერიუმია ხელმისაწვდომი კრედიტი და ამასთან მუშაობის გამოცდილება. თუ ადამიანს აქვს რაღაცა 50,000-იანი ბარათები, 40,000-იანი ბარათები, გაცილებით უფრო წინ არის ვიდრე პატარა ბარათებით კეთილსინდისიერ გადამხდებთან. გაცაკებია. ესე იგი დიდი თანხის წარმოებას მაინც აქვს გავლენა. მეგობრებო, რაღაც კრედიტ კარტებზე მაქვს $12,000 თუ $100,000 ბოდიში. 100,000. სულდა რომ დავხარჯა, 100,000 თუ 12,000 წაიკითხეთ ვიღაცამ გამოშტები. 12,000. $100,000. ანუ ვეღარ ხედავ უკვე ნორმალურად. პატარა 100,000 მაქვსო და სულ დავხარჯო და ვერ გადავიხადო, წავიდე. არის შანსი რომ დამიჭირან? საწავიდეს ანუ რო დატოვოს ქვეყანა. როგორ არ არის შანსი არსებობს საერთაშორისო თანამშრომლობები და მსგავსი ფორმატები აქამდე ეგრე იყო. ეხლა თუ შეიცვალა, არ ვიცი საქართველოს. ჩვენ რომ ვიცოდეთ მაგ კითხვაზე სხვა პასუხი მაინც ვერ გეტყოდით, იმიტომ რომ ეგეც კრიმინალი. მე თუმცა ეგეთი ისა შეხება მქონდა ადამიანთა, რომელმაც დატოვა ქვეყანა და კარგად არ დამთავრდა. ანუ იყო შემთხვევა, როცა ადამიანმა აიღო დიდი სესხი და დატოვა ქვეყანა. კი. ნუ საბოლოოდ საქართველოში მოუწია რამდენიმეჯერ პატიმრობა თუ რაღაც მსგავსი აქ ძმა იყო და ის მიყვებოდა მის ამბებს, რამდენიმეჯერ იყო დაჭერილი და ამის გამო. აქედან მივიდა ინფორმაცია. აქედან ანუ რაღაცა ძებნაში გაცხადებენ. ძებნა არა, წავიდა ინფორმაცია, რომ რაღაც არაკეთს ინისიერად მოიქცა, რაღაც ფროდი ჩაიდინა, რაღაც სიყალბე და აზარალა ვიღაცები ამერიკაში. საკმარისი აღმოჩნდა რატომღაც ქართული სამართალდამცველებისთვის ეს გაცილება აღმოჩენილი იყო. ხო, არ ვიცი, საიდან წამოვიდა ეს, ასე ვთქვათ, მოლოდინი და მითი იმისა, რომ
სმენოდა რომ ვიღაცები პოსტავდნენ ხოლმე რომ აიღეს რაღაცა სესხი და დატოვეს ქვეყანა. მე მსმენოდა ერთი ისტორია, ანუ იქ ჯგუფებში პოსტავდნენ რა, ანონიმურად ხშირად, ადრე სანამ ჩამოვიდოდი. რომ ვიღაცამ გამოიტანა მანქანა, გაყიდა 100,000-ად და წავიდა. თუმცა არ ვიცი, მე მგონია რომ დანაშაული არ უნდა ჩაიდინოთ. მით უმეტეს ამერიკაში სადაც ამხელა ბენეფიტები აქვს, ამხელა სარგებელი მოაქვს კენთილსინდის მოქცევას ყველა მიმართულებით გირჩევდით რომ გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა მესმის რომ შეიძლება რაღაც არ ვიცი ვინმეს რამეში ჭირდება ის ფული მაგრამ მე შეიძლება შემოვიდა რამდენიმე კითხვა პირადზე და კი ბატონო ხო ესე იგი რამდენი კარტა უნდა მქონდეს ესე იდეალურად ითვლება როცა აქვს ადამიანს 6 მაინც საკრედიტო ბარათი ბანკისგან აღებული ძირითადი ბანკებისგან 3-4 მაღაზიებისგან აღებული კიდე მანქანის სესხი პლუს 1-2 პირადი კრედიტი ანუ ეს უკვე არის უკვე 12-13 აკაუნტი საბოლოო ჯამში რაც უკვე შეიძლება იყოს საფუძველი კარგი საკრედიტო ისტორიის ისტორია ჩაითვალოს რა. რა არის ცუდი კრედიტ სკორი? ცუდი კრედიტ სკორი არის გაფუჭებული საკრედიტო ისტორია და ყველაფერი რაც 650 ქვემოთ არის ფაქტიურად ცუდია. გააჩნია რა მიზნები აქვს ადამიანს. როგორ უნდა აი ჩვენ ანონსში გვეწერა შეკითხვა და მინდა რომ ამას მივაქციოთ ყურადღება. მანდაც დავბრუნდებთ კიდე ხო კითხვა? ანუ ერთი ესეთი რაღაც რო გავაჟღეროთ, აი როგორ უნდა გამოასწორონ, ამაში უნდა დაიხმარონ ორგანიზაცია ვთქვათ ესეთი თუ თავად შეუძლიათ რამენაირად ამით თავად შეუძლიათ რა თქმა უნდა, მაგრამ ორგანიზაცია უფრო მოკლე ვადებში და უფრო პროფესიონალურად შეიძლება და ეს არ ჯდება ხო რაღაც განსაკუთრებული თანხები მე მახსოვს რომ არა რამდენიმე ასეული დოლარი ჯდება როცა მაგრამ იგივე ვიტყვი რომ 100%-იანი გარანტია ამისი არ არის იმიტომ არ არის რომ აქ მარტო ეს ორგანიზაცია და რაღაც ალგორითმი არ არის რაღაც ალგორითმის გამოსწორებით შედეგი არ სწორდება მომდევნო ჩართულია ის ბანკების საკრედიტო ბიუროები და 1000 კიდე სასამართლოები და 1000 რაღაცა სხვადასხვა ორგანიზაცია ერთ-ერთზე ყველა საქმე არ კეთდება ანუ ბევრი ცვლადია და ბევრი ის არის ამიტომ სხვადასხვანაირი შედეგი დგება ხოლმე ყოველთვის ასე რომ გარანტია არ არის თუმცა ეგ როგორც იურისტები ამბობენ ხოლმე თქვენ შეიძლება გქონდეთ გარანტია თუ იპოვით კეთილსინდის ორგანიზაციას იმის გარანტია რომ სწორად წარიმართება თქვენი საქმე და ზუსტად ის წერილები დაიწერება და ზუსტად იქცავა სადაც საჭიროა როგორც კარგი ადვოკატი დაიქირაო კიდაც საიმიგრაციო და კიდაც ავიც სისხლის თუ სამოქალაქო სამართლის გარანტიას ვერ მოგცემს შეიძლება გქონდეს იმის გარანტია რომ ეს კეთილსინდისია წაიყვანს შენ საქმეს სადამდე მივა იმის გარანტია თუ მოგცა იმ ადვოკატისგან და გაიქცა კიდევ წერენო კრედიტ კარტები დაუხარჯე სესხი არაო კრედიტი არის სესხი მეგობარო ამიტომ ხო კრედიტი არის სესხი ანუ თქვენ ისესხეთ ბანკიდან კრედიტ კარტები დახარჯეთ რას ნიშნავს თქვენი თანხა შექმნით ეგ კრედიტი მაშინ ეგ დაგვიკონკრეტეთ ხო არ ეგეც არის ხო ეს ეშლებათ კიდე თუ ჩვენ უზრუნველყოფილ კრედიტს მარაც ვიღებთ ეგეთი რაღაცა ხდება რა ადამიანი იმედის ბანკში და თავადებს $1000 სიტყვას და იღებს კრედიტ ბარათს მე ამას არ დახარჯავს კრედიტ ბარათს და არ აბრუნებს ამბობს რომ მე მეგონა რომ ჩემი ფული ხო იქ იდო ის ფული იდო დეპოზიტზე კრედიტ ბარათზე თავის პირობებით არის გამოტანილი რამესაც ანუ მე თუ დავდე მე მაინც ვალდებულება მაქვს რომ შევიტანო ხო და ვალში მეც რა თქმა უნდა დეპოზიტზე თქვენი ფული უბრალოდ იმის უზრუნველყოფა ბანკის თორე კრედიტ ბარათის ვალდებულების შესრულებისგან თქვენ არავინ არ განთავისუფლებთ და ისევე შეიძლება გაიფუჭო საკრედიტო ისტორია როგორც უზრუნველყოფილი კრედიტის ბარათის არ დაბრუნებით როგორც
არა უზრუნველყოფილი შემთხვევაში. რამდენი წელი ჭირდება კრედიტ ისტორიის შექმნას? ნუ ზოგჯერ 2 წელიც საკმარისია, რაც უფრო გრძელია, მით უკეთესია. ხო, ანუ როგორც დღეს მიზანს მეც მივხვდი, გააჩნია ხო, კრაკულა არის მიზანი, თუმცა კრედიტ ისტორია იქმნება ეგრევე, როცა იწყება ეგრევე, როცა სოციალური ნომერი და პირველი საკრედიტო ბარათი გაქვთ და რაც მეტი დრო გადის და რაც მეტი ბარათი გაქვს და რაც უფრო ძველია ბარათი, მით უფრო კარგია ეს გულისთვის. შემოვიდა კიდე მეისისში მთავაზობენ ბარათს და კარგია ავიღო და კი მაღაზიის ბარათი რამდენიმე წელი როცა არის ჩვენს პორტფოლიოში ცუდი არ არის იყოს ბარათის აღება არასოდეს ცუდი არ არის ბარათის ცუდად მოვლა არის ცუდი რა ანუ რაც მეტია მით უკეთესია ოღონდ უნდა გავისარჯოთ დავიხარჯოთ და მოვინდომოთ რომ ყველა იყოს მოვლილი რა როგორც ეს არის ბავშვები კარგია მაგრამ მოვლილი ბავშვებია მეისისი ბარათის გთავაზობს რას ნიშნავს ანუ თანხა თვითონ რამე დეპოზიტია ზედ თუ იმთან რაღაც საკრედიტო ბარათს თავაზობს მეისის ნუ მაღაზიის ბარათები ხო ანუ მე არ ვდები ფულს თვითონ რაღაცოდენობა შემიძლია საშუალებას აძლევს საკრედიტო ბარათი ჩვეულებრივი საბანკო პროდუქტია რომელიც ბანკის გამოშვებული ამ შემთხვევაში მეისისის ქსელთან ერთად და ცუდი არ არის რა თქმა უნდა ოღონ თუ კარგად მოვლას უზრუნველყოფთ ამისი რა ნუ ყოველთვის გადახდილი ერთს უპასუხებ აგერ შემოვიდა გვიან შემოგიერთდითო ერთ ბანკთან სჯობს ურთიერთობა თუ რამდენიმესთან ამაზე ვისაუბრეთ უკვე რამდენიმესთან ძირითად ბანკებიდან თუ უფრო გექნებათ საკრედიტო ბარათები და ანგარიშები უკეთესია თქვენი გულისთვის. ესე იგი საკრედიტო ბარათები მოდი ჩამოვთვალოთ მაშინ რა არის ძირითადი ბანკები რა ეს არის Bank of America ეს არის Chase ეს არის American Express Discovery ეს არის Wells Fargo ეს არის Citi ეს ძირითადად ეს არის ყველაზე დიდი მოთამაშე Bank of America პირველი თქვით კი ბატონო ანუ ეს არის ძირითადი მოთამაშეები რომელიც ძალიან სასურველია რომ კონდეთ მაგათგან საკრედიტო შემოთავაზებები კი საკრედიტო ბარათები ხო ნუ დიდი ბანკებისგან ნდობას აქვს მნიშვნელობა იმიტომ რომ მათ მეტი ასე ვთქვათ საშუალებები აქვთ დათვალონ ჩვენი სანდო შეკითხვა ანუ სახში მომდის შემოთავაზებები და ავიღო ახალი კარტები რაც მინდა ну рад გინდათ ის არის რა ну ახლა შეიძლება დღეს არ გინდათ მაგრამ სამომავლო თუ გინდათ დიდი შენაძენის გაკეთება სახლის ყიდვა მორგიჯი ასე ვთქვათ ანუ იპოთეკა და გამართული საკრედიტო ისტორია ამიტომ ამისთვის ჭირდებათ ამ წუთას ანუ საკრედიტო ბარათის აღების ლოგიკა არ არის იგივე რაც აქამდე ვიცოდით ანუ იდეა ის არის რომ თქვენი საკრედიტო ბარათის მოხმარება აძლევს მათ ინფორმაციას როგორი ადამიანი ხართ თქვენ შესაბამისად ეხა შეიძლება ის $1000 ან $700 არ გჭირდებათ მაგრამ $700 როგორ მოეპყრობით იმის მიხედვით მოგცემენ მერე უფრო დიდს უცდები შემისწორეთ ბატონო ზუსტი არ ხმარობ კრედიტ კარტას და დავხურო საკრედიტო ბარათის დახურვა ისე საინტერესო ეს გამომრჩომეთ დახურვა ყოველთვის ცუდია ბარათის გახსნილი ბარათის დახურვა არის ცუდი იმიტომ რომ აქ ერთ-ერთი ფაქტორი იყო სიგრძე ისტორიის რა რაც უფრო ხანგრძლივობა რაც უფრო ძველ ბარათს დახურავთ მით უფრო გაახლდება და შემცირდება ასაკი თქვენი საკრედიტო ისტორიის და მით უფრო დაიწევს საბოლოო ჯამში ქულა ხო ეს იცით საიდან გამომდინარეობს არსებობს ეგეთი ფსიქოლოგიზმი რა ადამიანისა რომელიც მეც მჭირდა ეგ ერთი პერიოდი მათ ანუ ზოგჯერ არის რომ არ შეგიძლია არ გამოიყენო როცა გააქვს ხო ხდებით რას ანუ იმან შეიძლება შეიტანოს ახლა ადამიანმა და დადოს თანხა
მაგრამ მე ეხარჯება რა, ასე ვთქვათ. ასე იგი, მოდი მაშინ თქვათ რა არის ეს, რისთვის არის ეს ბარათები და ეს სისტემა რა, ეს ბარათები არის ჩემი აზრით არის იმისთვის, რომ ადამიანმა მოიშალოს ფულის ესხება. ანუ იზაც მაკასთან რეკვა რომ მოდი $500 ჩამირიცხე დღეს ფული არ მაქვს და იმაზე მოგცემ ხელფასი რომ ექნება. ფაქტიურად მაგრამ ძმაკაცი პროცენტს რო არ გთხოვს. ძმაკაცი არ გთხოვს, მაგრამ ბანკი არ გთხოვს თუ 1 თვენდი არის. 1 თვენდი თუ არის ძმაკაცმა შეიძლება გცემოს კიდეც თუ გადავცილე. ესე ბანკმა შეიძლება. არა, მაგაზონ რაღაცით ისჯები მაინც. თუ ერთ თვეს გადავცილე. ანეკდოტი იყო ადრე ძველი რომ ის სესხს რო იღებენ რაღაც ბანდიტების ბანკში და რუსეთში და ეუბნება რომ ხუთში გექნება და ყოველთვე გადასახდელიო და რო არ გადავიხადო, ღმერთი დაგჭისო და ეგ როდის იქნება და ხუთში ვერ გადაიხდი, 6-ში იქნება. ბანკები ციყვან. მაშინ შეიძლება დღესაც არის. ხო და ასე რომ ეს არის რო არის ეს ხო დაირბინო კი რაღაცა კომფორტს იმიდან თუ შევხედავთ აი ამის სისტემის ჩამოყალიბლების მიდან რა ქვია პერსპექტივიდან ეს არის ნუ ადამიანს აქვს შემოსავალი ხო შემოსავალი აქვს და გასავალი აქვს და ეს არის რაღაც უსაფრთხოების ბალიში კიდე ეს რაც შეიძლება დიდი ბალიში ფულით გატენილი რომ გიდეს ზაგაჟნიკს თქვა სათადარიგოთ საიმათ რომ რა თქვა ხა შეიძლება მოხდეს რაღაც მოულოდნელობა უბრალოდ აინახეთ მე იქითკენ კი რასაც ამბობთ ეს არის ძალიან ჯანმრთელი დამოკიდებულება ფულთან თუმცა მინდა სწორად გაჟღერდეს ჩვენ ისეთი ქვეყნიდან და ისეთი ასე ვთქვათ ისტორიებიდან მოვდივართ რომ ჩვენ არ გვაქვს მსგავსი თვისებები ვინც ახალი ჩამოსულები ვართ ამერიკაში როგორ უნდა მოვეპყრათ ან ძალიან სხვანაირად აღვიქვამთ ამ ყველაფერს ამიტომ ჭირს ხოლმე რაღაც თვისებების გამომუშავება ასე მეგობრებს და კლიენტებს ვეუბნები რომ არ არის ეს დასახარჯი ბარათები ეს არის გადასადები ბარათები. ნუ დახარჯოთ, აიღეთ, არ წყალს გთხოვს, საჭმელს გთხოვს და დერა იდოს. ოღონ დევს ეს შეთქვი რომ მიდიხარ ახლა მაგალითად მეხვედი მეგობართან სასესხებლად და ხედავს რომ სახში გიდევს ოქროს ზოდი. იმ ოქროს ზოდს ამ მაინც და მაინც კი არ გადაადნობდა გაყიდი და დაუტანვიცემ ვალს გადახდელუნარიანს ხდის ამიტომ ეს გადადებული ფული არის ფაქტიურად ამიტომ არ შეიძლება ამის დახარჯვა ბიზნესის წამოსაწყებად ეს არის გადადებული ფული და ფაქტიურად იმაში მოხმარებული და გამზადებული რომ უკეთეს პერსპექტივა შეიქმნა ცხოვრებაში ნუ გადასახარჯოდა რაც არის მე არის შემდეგი ეტაპი, რასაც ჩვენ ვეხმარებით ხოლმე ხშირად, ეს არის ბიზნეს საკრედიტო ბარათები. იმისი გამოტანა, იმისი დახარჯვა უკვე პირად კრედიტ ქულას არ აზიანებს და პირიქით სასარგებლო ბიზნესის გასაკეთებლად. ასე რომ ის სხვა თემა, ის სხვა დიდი თემა ასევე რა. არ ხმარობ კრედიტს დავხურო, გავიცით პასუხი. კრედიტ კარმაზე მიწერია გაძლევ 20,000 სესხსო, როგორ გავიგო მართალია თუ არა, ან სად შევავსო. სად შევავსო და ალბათ ის მოგცემთ რაღაც ლინკს და გადახვალთ იმ ლინკიდან, ამითი იხეირებთ თუ არა, არ ვიცი, კრედიტ კარმა რო იხეირებს ფაქტია. თქვენ რო სხვა ლინკზე გადახვალთ მაქედან, მაგრამ მან მოგცემენ ამ სესხს. არც კრედიტ კარმა და არც ბანკებიც კომერციული ორგანიზაციებია, მოდი ესეც არ დავივიწყოთ და იმათაც თავისი ინტერესი აქვს ჩვენს მიმართ. რა თქმა უნდა, ეს კომფორტს გვაძლევს ეს და სარგებელს ეს ყველაფერი, მაგრამ მათაც თავისი ინტერესები აქვს. მოდი ესე ვიტყვი რა, მე ჩვენ გვაქვს მუდმივი განახლება ამ ინფორმაციის, რაღაც წარმოვადგენ 2-3 რაღაც დიდ ორგანიზაციას მუდმივ რეჟიმში ხდება ცოდნის განახლება, ესე ვთქვათ რა და ბევრი შეხვედრები გვაქვს ხოლმე ანდერრაიტერებთან, ამ ბანკის ვინც გადაწყვეტილებებს იღებს ბანკებში ამ სესხებთან და სესხებთან დაკავშირებით და ანუ მათ აქვთ ესეთი კატეგორია ყავთ ხალხის. ნუ პროსტო რამდენიმე კატეგორია თუ დავყოთ სესხებლები, ერთი დიდი კატეგორია არის
რომლებსაც გაფუჭებული კრედიტ სკორი აქვთ შედარებით, თუ 600-დან 650-მდე დახარჯული კრედიტ კარტები და არიან ყველაზე ისეთი მოწყვლადი ამ ბანკისთვის წველიან და წველიან ესეთ კატეგორიას ამ ხალხის მაგრამ შენ რომ მიადგები 650 და ზუსტად ეგეთ ადამიანს დაინახავენ შენში კრედიტს არ გაძლევენ ეს არის მათთვის უმთავრესი შემოსავლის წყარო რომ კრედიტს არ გაძლევენ რომ მიადგები როცა გაქვს კარგი კრედიტ ისტორია და სავარაუდოდ ისეთი ადამიანი ხარ რომლისგანაც დიდ ფულს ვერ იშოვიან ესეც უფრო აძლევენ ფულს და რატომ მომავალ აქვთ ამისი ახსნა რომ ეს ხალხი უქმნის რაღაც სტაბილურობას გაცემული 100,000 კარტიდან 20%-ია ისეთი, რომლისგანაც კაპიქს ვერ შეულობენ. ხომ არ ტექნიკურად აწყობთ ის უფრო ფინანსურად აწყობთ ის უფრო, ვინც აგვიანებს და ვისაც აჯარიმებენ, ხო ეს? კი, ვინც აგვიანებს, ვინც აჯარიმებენ. შესაბამისად ეს ბარათები ხო არ არის უფრო ტარგეტირებული ამ ხალხზე, ვისაც არასტაბილური ფინანსური ყოფა. კი ბატონო, მოდით ჩვენ ვიყოთ ისეთები, როგორიც მათ არ აწყობთ, მაგრამ დიდი სიამოვნებით აძლევენ ფულს ყოველთვის საშუალებას ის დიდი პროცენტი არ არის ეგეთი 700 და ზემოც კრედიტ სკორი ვისაც აქვს და კარგი რამდენი პროცენტი იქნება ის 20% სულ 700-ზე ზემოთ ადამიანების 20%-ს აქვს კი და სადღაც 70%-ს აქვს 650-ზე ქვემოთ უკვე გაფუჭებული ან დახარჯული და მინიმუმების გადახდაზე მინიმუმების გადახდელი ბანკს აწყობს იმიტომ რომ ის მაქსიმალური კრედიტი აქვს გატანილი და მაქსიმალური კრედიტიდან უცვლიან საპროცენტო განაკვეთს არის 20% რომელიც თუ დახარჯავს საკრედიტო ბარათს ერთვეს არ გადააცილებს ამიტომ მისგან ნოლია შემოსავალი მაგრამ ბრუნვით ბრუნვითაც და ყველაფრითაც რასო ვიცით აი მაგათაც ჩემს საკრედიტო ბარათზე ნიკა დაიღალა მეგონი ნიკა კი არა მეგონი ყველა დაიღალა ხალხი მაგრამ მალე დავამთავრებთ 1 საათში იწყება თოფურიას ჩხუბი ასე რომ არ გადავყვეთთ მაგ დროს და მოგცემთ 1 საათს და ჩვენგან დაისვენოთ და უყუროთ თოფურია არ იწყება თვითონ ივენთი იწყება და თოფურია ცოტა მერე დაიწყო უკვე ივენთი რვაზე არ უნდა დაწყებულიყო ვისაუბრეთ 1-3 საათი მოგლეთ სადღაც 8-ზე იწყება თოფურია ჩხუბი ჩვენთან მეტი კითხვა არ არის ბაიცი აქაც აღარ არის და პრინციპში არც მე აღარ დამრჩა იმიტომ რომ ნაწილი თქვენ ამოწურეთ აქ თუ რამე მეგობრებო ესეთი ამბავია თუ რამე გამოგრჩა და რამე ვერ დავფარეთ ამ პოდკასტში ჩვენ ავტორთავთ ამ პოდკასტს და მის კომენტარებში შეგიძლიათ კარგია თუ არა განმოდება ისტორიისთვის კიდე ერთი ჩამიგდეს ხო რა თქმა უნდა მრავალფეროვნება სესხის ამაზე ვისაუბრეთ განმოდებაც რო გაქვთ სესხიც და უბრალო ანგარიშებით მანქანის სესხი სტუდენტური სესხი სახლი ნაყიდი და ყველა რაც მრავალფეროვანია კრედიტი გიждდებიან ჩვენზე უფრო კარგია აი ის სამი ორგანიზაცია გიждდება ჩვენზე შესაბამისად ბანკები და შესაბამისად რა ვქნათ მეტი ვინ თქვა ეს მეგობრებიდან ხო, ისინიც გიждდებიან ჩვენზე. ოღონდ არა თვის ბოლოს, როცა გადახდა გვეწევს. თუ პირიქით თვის ბოლოს ვიღებთ რომ მოვიხმაროთ. მეორე თვის დასაწყისში რაღაცაში გვეწევს ხო და ვინ თქვა ის ფრაზა უნდა გავაჟღეროთ. მე მგონი ფრანკლინმა. სიკვდილი და გადასახადები, ხო. ორი რამეა გარდაუვალი. ბენჯამინ ფრანკლინი მე თუ არ ვცდები. ორი რამეა გარდაუვალი ამ ქვეყანაზე, ეს არის სიკვდილი და გადასახადები. და გადასახადების სეზონი მოსული. გადასახადების სეზონი მოსული, ეს უნდა აღვნიშნოთ. ხო, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს საკითხები მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ გარკვეულ დონეზე კონსულტაცია უფასო არის, მობრძანდეთ 509 Brighton Beach Avenue-ზე და გაესაუბროთ ადამიანებს ამ თემებთან დაკავშირებით. ამ სერვისს არ ვიცი აკეთებთ ისევ? კი, რა თქმა უნდა, უფრო საგადასახადო სეზონის მერე. ხო, აი ეს ერთი თვე ნახევარი განსაკუთრებით იქნება ცხელი სეზონი უფრო მეტად ფოკუსირებული ვიქნებით გადასახადებზე, იმიტომ რომ დროის ფაქტორია.
მხოლოდ და მე ნელა სხვა ასე ვთქვათ სერვისებსაც უფრო ხელმისაწვდომს გავხდით ასე ვთქვათ და შეგიძლიათ მობრძანდეთ ეს ჩვეულებრივი ფასიანი სერვისებია ალბათ ვინც ამერიკაში ხართ გეწოდინებათ ამის არ ვიცი ვისაც მარტო შეგიძლიათ თავად გააკეთეთ მხოლოდ მივესალმებით თუმცა ვისაც ხვდებით რომ ან ენობრივი ბარიერის გამო ან სხვა რამის გამო გირჩევნიათ რომ დაგეხმაროთ ორგანიზაცია ვინც გამოცდილი ამაში მოგზადით. ჩვენ გვაქვს ესე იგი რამდენი მაშინ ვიტყვი რამდენი პროგრამა ამასთან დაკავშირებით ერთი არის გადასახადება თავისთავად მეორე არის ჩვენი უნიკალური პროდუქტი ეს არის ნოლიდან დაწყება და კონსულტირება ბოლომდე საგადასახადო კი არა საკრედიტო ისტორიის შექმნა გაზრდის და ჩამოყალიბების ეს არის ჩვენ გვაქვს ბიზნეს კრედიტების დიდი პროგრამა SBA-ის ესხებიდან დაწყებული და საკრედიტო ბარათებით, ბიზნეს საკრედიტო ბარათებით დამთავრებული და ეს არის თვითონ საკრედიტო ქულის გამოსწორება და აღდგენაც ასევე. და ასევე პატარა სერვისები როგორც არის კომპანიის რეგისტრაცია და მსგავსი სერვისებისთვისაც შეგიძლიათ მოგმართოთ ყოველთვის მზად არის აი ბატონი რატი არის მაგის უსტაბაში. კი აქ უამრავი ადამიანი დაგხვდებათ ვინც თავის საქმის ნამდვილი პროფესიონალია ყოველთვის გუგუნებს აკავრობამ და არც სითბო არც ყურადღება არ გვენანება არც ერთი აქ მომსვლელისთვის მე პირადად სრულიად ახალი ვარ ამ ორგანიზაციაში და საერთოდ სხვა მიმართულებით მუშაობ თუმცა ჩემი სიტყვა ნამდვილად და გარანტია იმაზე რომ უკმაყოფილოს ყველაფერს გააკეთებს ეს ადამიანები და არ გაგიშვებს აქედან თუ რამე შესაძლებელია ყველაფერი დაგეხმარებით თქვენ თავარია მოგზანდით და გამოჩნდით და მე დანარჩენზე მე ვისაუბროთ რა მინდოდა კიდე მეთქვა რაღაცა მინდოდა მეთქვა ხო აუცილებლად დაალაიქეთ ჩვენი გვერდი და დაელოდეთ მომდევნო პოდკასტებს ხან ლაივში ვიქნებით ხან შეიძლება ვერ ვიქნებით მაგრამ თავარია ვიყოთ და ყოველთვის შევეცდებით იმ თემებზე გესაუბროთ რა თემებიც გაწუხებთ მე მაგალითად მეტი საქმე არ მაქვს დილიდან საღამომდე ვზივარ და ვეძებ რა კითხვებს ვსვამთ სხვადასხვა ქართულ ჯგუფებში რა გაწუხებთ ყველაზე მეტად და იმის მიხედვით აი მომოგსხომე რეპორტები ბატონმა ხასთან და ერთად ვფიქრობთ ამ ყველაფერზე. ჩვენ ვეძებთ ჩვენ ფორმატს, იყოს შეიძლება პოდკასტი, შეიძლება იყოს ლაივი, შეიძლება ორივე ერთად, მაგრამ შეიძლება ლაივ პოდკასტი იყოს. კი ბატონო. ეგეთებიც არსებობს. კი ბატონო, ჩვენ თითქმის მოფიქრებული გვაქვს შემდეგი გადაცემის თემა და უკვე ვიცით დაახლოებით სტუმრები, შემდეგი გადაცემა ალბათ იქნება სავარაუდო სათაურით ქართული ბიზნესი ამერიკაში. ანუ როგორ გავხსნათ ბიზნესი, როგორ ვაწარმოოთ ბიზნესი, როგორ ჩამოვიდეთ აქვე ცხოვლის სავარძლიდან ან მომლელის თანამდებობიდან როგორ გავხდეთ პოზიციიდან საქმიანობიდან და გავხდეთ რეალური ბიზნესის ფლობელი რომ ამაზე ვისაუბროთ მაგალითებით, ცოცხალი მაგალითებით, სტუმარიც სავარაუდოდ გვეყოლება ზუსტად ესეთი ადამიანი, რომელიც მიყვებოდა სხვების გაყოლულ გზას და მე არჩია რომ თავის ბიზნესი ეკეთებინა და გამოვიდა რამდენიმეჯერ უკვე და იმედია კიდე განახორციელებს თავის სხვა ჩანაფიქრებსაც უახლოეს მომავალში ბევრია ესეთი ადამიანი როგორც აზამ აღნიშნა ამასაც არავინ არ ჩამოსულა ამერიკაში იმისთვის რომ 40 წელი მძღოლად იმუშაოს ან მომლელად იმუშაოს ყველას აქვს თავისი ამერიკული ოცნება და თუ ჩვენ რამე ვიცით და რამით შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ამ ოცნების განხორციელებაში რა თქმა უნდა ჩვენ ყველამ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი იმისთვის რომ ყველა ადამიანმა წარმოაჩინოს თავი როგორც ბიზნესმენმა და ბიზნესვუმენმა და ბრაიტონზე არ ვიცი მშვიდობაა თუ არა ჩვენს უკან ბრაიტონია სევდიანი და წვიმიანი და დაღლილი შრომით როგორც ყოველთვის მე მიყვარს აქ გამოვლა და ამ ხალხის დანახვა ესენი
არიან ჩვენი სულიერი ძმები, რომლებიც ჩამოვიდნენ ამ ქვეყანაში და ცდილობენ გადაირჩინონ თავისი ცხოვრება, არჩინონ თავისი ნათესავები ოჯახის წევრები თავის ქვეყნებში და რაღაც კავშირს ყოველთვის გრძნობ ხოლმე ხალხის მიმართ, აი აქ განსაკუთრებით. ისედაც ამერიკაში რო დადიხარ, ჯერსიში შევედი ამას წინათ და ვიღაც ტიპი გავიცანი დელიში, ბეირუთიდან და ისეთი საინტერესო საუბარი გქონდა. ამერიკაში ძალიან ხშირია ერთი მომენტი, რომ თვალში რო გაუყრით ორი ადამიანი, რო ხვდებით, რომ ერთ ბედქვეშ ხართ. და რაღაც ერთი გზა გაქვთ სრულიად სხვადასხვა ქვეყნებიდან და რაღაცა საღრმა კავშირი იბადება ხოლმე ამ დროს. ყველას აქვს თავისი ამერიკული ოცნება. ყველა და შრომობს მუხლჩაუხრელი. ამას შეეხება ხო ჩვენი შემდეგი, ბოდიში, რამზეჯერ გაგაწყვეტინა. ამას შეეხება ჩვენი შემდეგი გადაცემა. როგორ მოვახერხოთ ის, რომ გადავლახოთ ეს პირველი ეტაპი, რასაც ქვია მძღოლობის, ტრეილერზე, ეხლა ალბათ არის ბევრი ადამიანისთვისაც კომფორტული ასეთი კონკრეტულად ეს სამუშაო, რა თქმა უნდა, მაგრამ უმეტესობას ჩვენ რაც ვიცით და გვინახავს ხალხი, გვისაუბრია, აქვს ოცნება, რომ როგორმე ეს ეტაპი მალე გადალახოს და გადავიდეს რეალურ ბიზნესის კეთებაზე, რის საშუალებებსაც იძლევა ამერიკა, იმიტომ რომ ნამდვილად ბევრი შესაძლებლობას იძლევა და როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი, რა დაგვეხმარება, ვინ დაგვეხმარება, რა დრო დაჭირდება, რა ჭკვიანური გზები არსებობს ამის საკეთებლად. სტუმართან ერთად ვისაუბრებთ ამ ყველაფერზე და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი თქვენგანი ისეთ რაღაცას აღმოაჩენს, რომ თურმე აქამდე შეეძლო რაღაცის გაკეთება. ასე რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ეპიზოდი, გვიყურეთ ყოველთვის. ჩვენ თქვენგან არაფერი არ გვჭირდება გარდა თქვენი ყურადღებისა და იმის, რომ მოგცეთ მოტივაცია ამით, რომ კიდევ ბევრი თემა აღმოვაჩინოთ, რაც გაწუხებთ და შემოგთავაზოთ. კიდეც დავამატებდი, დიდი მადლობა ყველას, ვინც წინა ეპიზოდებს უყურა და თბილი გამოხმაურებები. კი. და უამრავი ყურება და ნახვა აქვს წინა გადაცემებს, ისე ძალიან დიდი მადლობას ვუხდით ყველას. გვიყურეთ და ლაიქეთ, მოიწონეთ და ვიყოთ ერთად წარმატების კენ მიმავალ გზაზე. კი ბატონო, ერთად გავუყვეთ ამერიკულ ოცნებისკენ მიმავალ გზაზე, ამერიკულ ოცნებაში გულისხმობს ჩვენს პირად გამარჯვებებს და რაღაცა წვლილი შეტანას დიდში. მადლობა უღრმესი ყურადღებისთვის და რა ვიცი, შევხვდებით მალე. მოშევხვდებით.